მოგესალმებით. დღეს ვგეგმავთ სამი ამოცანის ამოხსნას. ეს ამოცანები მოცემულია დაფაზე და მოდით დავიწყოთ პირველი ამოცანიდან. ან მე-11 აწერია ამას, ჩვენთვის პირველი იყოს. ჰორიზონტალურ ზედაპირზე ურიკამ დაიწყო მოძრაობა და რაღაც დროში გაიარა 60 სანტიმეტრი. როცა ურიკაზე დადეს 600 გრამი მასის ტვირთი, იმავე ძალის მოქმედებით იმავე დროში გაიარა 40 სანტიმეტრი იპოვეთ ურიკის მასა. ესე იგი, ურიკის მასის საპოვნელად, მოვიქცეთ შემდეგნაირად ჩვენ. ავდგეთ, მოდი და ჯერ ჩავწეროთ მოკლედ ეს პირობა, რა თქმა უნდა. მან რაღაცა ძალის მოქმედებით გაიარა ჯერ 60 სანტიმეტრი, იმიტომ მასზე ტვირთი არ იყო. ხომ, ესე იგი, S1 გვაქვს მოცემული, ეს პირველი გავლილი მანძილი, ეს არის 60 სანტიმეტრი და აი აქ დავაწერ ამას, ეს არის S1 დაუშვათ, ხომ, დიახ, და ეს არის S2. S2 არის 40 სანტიმეტრი, ხომ, ეს შეგიძლიათ ჩაწეროთ ეს მოცემულობა. ხომ, ტვირთის მასა არის 600 გრამი. ეს ტვირთის მასა M ტვირთით ავყნიშნოთ, M ტვირთი. არის დაუშვათ M ტვირთი. ესე იგი, ჯერ ტვირთი არ ქონდა ამ ურიკას, ხომ? დაიწყო მოძრაობა და გაიარა 60 სანტიმეტრი. ამიტომ მისთვის, ესე იგი, თავიდან საწყისი სიჩქარე და რახან დაიწყო მოძრაობა, ხო? მოძრავი იყო თავიდან, არა, ესე იგი, V0 0-ის ტოლია. V0 საწყისი სიჩქარე უდრის 0-ს და გავლილი მანძილი შეგვიძლია გამოვთვალოთ აი ესეთი ფორმულით, არა? აი A პირველი რა აჩქარებას მას ქონდა თავიდან, ხო? A1, არა, ეს A1 ტოლი არის AT კვადრატ ნახე, უბრალოდ S1 ტოლია AT კვადრატ ნახევრის და აი აქ ჯობია სრულად ჩავწეროთ ეს ფორმულა. ეს პირველი ტოლია A1, ხო? T კვადრატ ნახევარი T კვადრატი შეფარდებული 2-თან. და აქედან A პირველი ტოლი იქნება 2S1 გაყოფილი T კვადრატზე, რა თქმა უნდა, ხო? A1 ტოლი იქნება 2S პირველი შეფარდებული T კვადრატთან. ამ ფორმულიდან აი გამოდის ეს A პირველის ფორმულა. ჩვენთვის აჩქარება ახლა მნიშვნელოვანი რომ გამოსახოთ A1. შესაბამისად, მეორე შემთხვევაში, როდესაც მასზე ტვირთი დადეს, მისი აჩქარება შემცირდა, ხომ? მანძილი შემცირდა, გავლილი მანძილი და იმის გამო რომ აჩქარება შემცირდა და აჩქარება A2 გახდებოდა იგივე, ფორმული თუ ვისარგებლებთ, იგივე დრო ხო იგივე იყო, T1 T2-ის ტოლია, იმავე ძალის მოქმედებით, იმავე დროში ნიშნავს რომ T პირველი უდრის T2-ს, ესეც აი აქ აღნიშნოთ ეს. ჯობია თქვენ ცალკე ჩაწეროთ ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, ხო, მე არ წერთ, ვერ წერთ ცალკე აქ ეს ფართობი არ არის საკმარისი. A2 ტოლი არის, ესე იგი 2 S2 შეფარდებული T კვადრატთან. ეხლა ნიუტონის მეორე კანონის თანახმად აჩქარებები ისე შეეფარდება ერთმანეთს, A1 ისე შეეფარდება A2-ს. როგორც მასები, ოღონდ უკუპროპორციულია შეფარდება, ხო? M2 M1-თან, აი ეს M2 M1-თან. აი ესე გახლავთ, ხო? ეს შეფარდება. სადაც M1 ჩვენ შემთხვევაში არის ურიკას მასა, ხოლო M2 არის ურიკის მას დამატებული ტვირთის მასა. ესე იგი, M2 ეს არის M ურიკა ურიკის მასას დამატებული კიდე ტვირთის მასა, ხო? M ტვირთი. M ტვირთი შეფარდებული M ურიკასთან. ეს ტოლია, როგორც თქვით, A1 შეფარდებული A2-თან. A1 შეფარდებული A2-თან. A1 A2-თან რა იქნება ახლა? აი ეს რო გავყოთ A პირველი A2-ზე. რა თქმა უნდა, T-ები ერთი და იგივეა და ესენი შეიკვეცება უბრალოდ T კვადრატები. ორებით შეიკვეცება და დაგვრჩება S1 შეფარდებული S2-თან. მაგრამ S1 ვიცით რომ არის 60 სანტიმეტრი, S2 არის 40 სანტიმეტრი, 60 რო გავყოთ 40 არის 3/2. ესე იგი, აი ეს შეფარდება არის 3/2 ტოლი.
ანუ 1.5 რა იგივე. და ეხლა აი უკვე M2 რო გავყოთ M2-ზე, რა თქმა უნდა ეს ერთი სტოლია, ხო, ესეც ურიკის მასაა რა. ესე იგი, აი ეს განტოლება ესეც სახეს მიიღებს, ერთს დავუმატოთ. უბრალოდ M ტვირთი შეფარდებული M2-სთან, M ტვირთი უკვე ვიცით რომ 600 გრამია და ჩავწეროთ ეს 600 გრამი. 600 გრამი, ეხ შეფარდებული ამ ურიკის მასასთან, ჩვენთვის საინტერესო M-თან, ანუ M2K. და ეს ტოლი არის 1.5-ის. 1.5-ის. ეხლა უბრალოდ ერთს გადავიტანთ აქეთკენ, რა თქმა უნდა, მინუსით გადავა ესა და გვექნება რომ 600 რო გავყოთ ურიკის მასაზე არის 0.5. ანუ გამოდის რომ ურიკის მასა ნახევრის ტოლია, 1/2-ის ტოლია და ესე იგი ურიკის მასა ორჯერ მეტია აი ამ 600 გრამზე, ანუ 1200 გრამის ტოლია რა. ამით ეს ამოცანა მოხსნილია, აი მაგ ჩავწეროთ, ხო? ესე იგი რომ M2K საბოლოო პასუხი. ურიკა უდრის. ესე იგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1/2-ს აკლდება 1 არის 0.5 და ვინაიდან 600 გავყოთ M2-ზე არის 1/2, ხომ? ურიკა ყოფილა 1200 გრამი. ანუ 1.2 კილოგრამი, 1.2 kg. ეს არის ამ ამოცანის პასუხი. დანარჩენი ორი ამოცანის ამოხსნა აქ აღარ დაგვეტევა. ამიტომ ამას შემდეგ ვიდეოზე შემოგთავაზებთ.